TPS ფრონტიერია, მაქვს ნაქირავები ჩვენ ვიქირავეთ 5 წლიანი კონტრაქტი, გასულია 2 წელიწად-ნახევარი, დარჩენილი იყო კიდევ 2 წელიწად-ნახევარი. იყო საუბარი აღებაზე და აღებასთან დაკავშირებით. მე პატრონეს დაუკავშირდი, უთხარი რომ სიტუაცია ესეთია. მე პატრონე ჩამოვიდა, წარადგინა თავისი დოკუმენტაცია, რაც ჰქონდა უფლება აღებული, იმის გარდა რომ ხელშეკრულება ჰქონდა გაკეთებული მერიაში და ნებართვა ჰქონდა აღებული. აქედან გამომდინარე თვითონ აწარმოებდა მოლაპარაკებას და საუბრებს. გუშინ საღამოთი მოვიდნენ მუნიციპალიტეტიდან 3 თანამშრომელი სახელმწიფოებით ჩაწერილი მაქვს და მისცეს გაფრთხილებითი დოკუმენტაცია, უთხრეს რომ გაფრთხილებას გაძლევთ რომ დაცალოთ ობიექტი. მე პატრონემ უთხრა რომ მაქვს ნებართვა, აქედან გამომდინარე მომეცით საშუალება რომ შაბათი კვირა მოდის და ორშაბათისთვის გავარკვიო და მოვაკვირო ეს საკითხები, მაგრამ გამთენიოს 6-დან 7 საათამდე გაუფრთხილებლად და ჩვენთან დაუკითხავად შესულები არიან ობიექტზე, გათავისუფლებულები აქვთ მაგიდების სკამები, ამავდროულად რაც იყო და დიდი საწარმოები, ძალიან ბევრი რამეა დაზიანებული, გატეხილი, დამსხვრეული. დილის 7-8 საათზე მე მიკავშირდებიან მეზობლის ერთ-ერთ ობიექტიდან, რომ ინგრევა ობიექტი, გამოვიქეცით სახლიდან პიჟამოებით და ვერც კი გადავარჩინეთ ჩვენი პირადი ნივთები, რაც იყო ინვენტარი, რაც იყო ჩვენი პირადი დოკუმენტაციები, კომპიუტერები, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. და არ მოგცეს ფიზიკურად საშუალება რომ ჩვენი პირადი რაც იყო გასათავისუფლებელი ეს რო გაგვეთავისუფლებით. ეს არის ძალიან დიდი კატასტროფა. ესე არ შეიძლება. ჩვენ ადამიანები ვართ, ცხოვრობთ საქართველოში, ვემორჩინებით კანონს, მაგრამ ესე ცივეში, წვიმაში რომ გამოვიქცეთ და პიჟამოებით ჩვენი პირადი ნივთები ვეძებოთ ტრაქტორების ქვევით, ეს სამართალი არ არის. ძალიან დიდი გვაქვს ზარალი, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი, მაგრამ ამჟამად იმ დონეზე გონებით ვართ ძალიან არ ვიცი, ანუ როგორ ვილაპარაკო და რა ვილაპარაკო არ ვიცი, იმ დონეზე ფსიქოლოგიურად ტრავმა ვართ მიღებული, რომ როგორ რა გავაკეთო და რანაირად ვის მივმართო. ვის ვთხოვო დახმარება, როდესაც ჩემ ქვეყანაში მე არც დაცული ვარ და არც ის უფლება არ მაქვს, რომ ჩემი პირადი ნივთები დავიცვათ.